მეხსიერების ფრაგმენტები, ინსტალაცია, რომელსაც მზიურის პარკში ვხვდებით, ბევრ ამბავს ყვება და მოგონებას იტევს. რკინის ჩარჩოებში ჩასმული ძველი ვიტრაჟი მონუმენტური პანორამის ბერიკაობის ფრაგმენტია, რომელიც ვიტრაჟული ხელოვნების ჟანრის პიონერმა, ხატვარმა და მონუმენტალისტმა ვახტანგ ქოქიაშვილმა 1971 წელს ქალაქ რიგაში შექმნა. ამ პანორამით გაფორმებული იყო ფუნიკულიორის საბაგიროს ქვედასადგური, რომელიც 2000-იან წლებში დაანგრიეს. ნამუშევრის დიდი ნაწილი სწორედ ამ დროს განადგურდა. ქალაქის მივიწყებული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშის მზიურში განთავსების ხელახალი შესაძლებლობა საჯარო ხელოვნების ფონდის ინიციატივით გაჩნდა. ფონდის მერვე კონკურსში გამარჯვების შედეგად პროექტი სტუდია 501-მა არქიტექტურულ კომპანია თიმ არქიტექტურასთან ერთად განავითარა. როგორც წესი, ჩვენ კონკურსებს, როდესაც ვაცხადებთ, მხოლოდ მივუთითებთ ადგილმდებარეობას, სადაც ნამუშევარი უნდა დაიდგას და ბიუჯეტს, რაშიც უნდა ჩაეტიოს არტისტი ან არტისტების გუნდი. და ეს მერვე პროექტი, მერვე კონკურსი იყო განსხვავებული სხვებისგან, იმითი რომ ადგილმდებარეობის და ბიუჯეტის გარდა ჰქონდა განსაზღვრული დავალება, რომ ხელოვანებს უნდა გამოეყენებინათ ვახტანგ ქოქიაშვილის ნამუშევრის ის ფრაგმენტები, რაც იყო შემორჩენილი და ამითი გვინდოდა რომ ძველი ნამუშევარი, რომელიც დაინგრა და განადგურდა, ქალაქის საჯარო სივრცეში თავიდან ახალი სიცოცხლე შეგვეძინა, ახლიდან წარგვედგინა თანამედროვე არტისტების მიერ ახლიდან აზრებული ფორმით. ფილები 2024 წელს ავტორის შვილმა ნინო ქოქიაშვილმა აღადგინა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და რაც თავარია საპასუხისმგებლო იყო, რომ ამისი რესტავრაცია გამეკეთებინა. ძალიან ვღელავდი და ნერვიულობდი თუ როგორი გამოვიდოდა, იმიტომ რომ როდესაც მე დავასრულებდი რესტავრაციას, შემდეგ უნდა გამოცხადებულიყო კონკურსი და როგორი იქნებოდა ეს შემდეგში ეს ვიტრაჟი, რანაირ სახეს მიიღებდა, სად დაიდგმებოდა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს და იმედები გამიმართლდა, არაჩვეულებრივი ქანდაკება გამოვიდა. რკინის ნაგებობა, რომელიც 10 ობელისკისგან შედგება, ძველი ნამუშევრის იმიტირებაა და ვიტრაჟის ფრაგმენტებისთვის გარემოსთან დამაკავშირებელ ჩარჩოს ქმნის. ამ მასალას აქვს თავისებური თვისებები, ხა რომ დააკვირდით ამ ნამუშევარს, დღის განმავლობაში რადიკალურად იცვლება. არსებობს პერიოდული გრადაცია, ერთი მხრიდან ფერადია, მეორე მხარეს შავდება. იმის მიხედვით მზე როგორ ეცემა, ანუ რადიკალურად იცვლის სახეს. მეორე მხარეს არის ძალიან რელიეფური. ამ რელიეფურობიდან გამომდინარე აკეთებს სხვადასხვანაირ არეკლას. რაც ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო, ამიტომ გვინდოდა რომ ეს მასალა რაღაც მხრივ სამგანზომილებაში გვეჩვენებინა. ძალიან გაგვიმართლა რომ ჩვენი ეს ხედვა ჟიურის წევრებს მოეწონათ და შეგვარჩიეს. ჩარჩოების სისტემაში ზოგი სავსე ნამუშევარია, ზოგი цаრიელი. ჩვენ შეგვიძლია ამ შემთხვევაში დავინახოთ როგორც მთლიანი ნამუშევარი და ნამუშევარი დამთავრდეს მნახველის გონებაში. არამედ შეგვიძლია წავიკითხოთ ფრაგმენტები, როგორც ცალკეული ნამუშევრები ამავდროულად. მზიური უკვე პერსპექტივაში, რომელიც ჩანს და რომელიც ჩარჩოვდება ფრაგმენტალურად, ხდება ასევე ნაწილი ამ ნამუშევრის. ვიტრაჟების რიგი საკუთარ თავში მეხსიერებას და სიახლეს აერთიანებს. მზიურის სივრცეში დიდი ისტორიის მქონე ინსტალაცია ჰარმონიულად ეწერება.